მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების პაჟი, ივნისი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს ძალიან სასიამოვნო, მსუბუქ, ნას და ემოციურ თბილ განწყობებს. ეს არის ახალი გრძნობების, სასიხარულო ამბების, შემოქმედებითი შთაგონებისა და გულწრფელი იმპულსების ენერგია. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ რაიმე სასიამოვნო შემოთავაზება, კომპლიმენტი, ან თუნდაც მცირე საჩუქარი, რომელიც გულს გაგიხარებთ. ამ ბარათის ენერგია მიგითითებთ, რომ თვის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ემოციური გახსნილობა, სამყარო თითქოს ბავშვური ინტერესითა და ცნობის მოყვარეობით გავსებთ, რაც დაგეხმარებათ უფრო ლაღად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. მთავარია შეინარჩუნოთ გულწრფელობა, ენდოთ თქვენს ინტუიციას და მზად იყოთ იმ პოზიტიური ემოციური სიურპრიზების მისაღებად, რომლებსაც ივნისი თქვენთვის ამზადებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, პირად ცხოვრებაში ბარათი მიგითითებთ სრულიად ახალი ფურცლის გადაშლაზე, თავისუფლების შეგრძნებასა და სპონტანურობაზე. ივნისში ბევრი თქვენგანი მოისურვებს პირადი ცხოვრების საკითხებს მიუდგეს ყოველგვარი წინასწარი მოლოდინებისა და მძიმე პასუხისმგებლობების გარეშე. გაგიჩნდებათ სურვილი ენდოთ ცხოვრების დინებას და გადადგათ ნაბიჯი უცნობის სიახლეებისკენ, რაც გარკვეულ სიმსუბუქესა და სიახლის განცდას შემოიტანს თქვენს ყოველდღიურობაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების 10-იანი, ივნისის თვე თქვენს კავშირში უზარმაზარ ბედნიერებას, ჰარმონიას და ემოციურ სისავსეს შემოიტანს. ეს ბარათი ოჯახური იდილიის, აბსოლუტური ნდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. ურთიერთობაში არსებული ძველი გაუგებრობები, ან დაძაბულობა, სრულიად გაქრება ამ პერიოდში და მათ ადგილს ურთიერთგაგება და სითბო დაიკავებს. მაშინაც კი თუ რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით. შესაძლებელია ეს თვე დაკავშირებული იყოს ოჯახურ დღესასწაულებთან, ერთობლივ სასიხარულო გადაწყვეტილებებთან, ან უბრალოდ იმ განცდასთან, რომ თქვენს პარტნიორთან თავს აბსოლუტურად დაცულად და ბედნიერად გრძნობთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების 6-იანი, თქვენთვის ეს ბარათი მიუთითებს ბრწყინვალე პერიოდზე, გამარჯვებებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნაზე. ივნისში იქნებით განსაკუთრებულად მომხიბვლელები და ქარიზმატულები, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება გარშემომყოფებისთვის. თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება საუკეთესო შანსები ახალი, ძალიან საინტერესო ნაცნობობისთვის და დიდი ალბათობით ეს ნაცნობობა წარმატებით დაგვირგვინდება. გადაიზარდება რაღაც უფრო სერიოზულში. მთავარია გამოხვიდეთ ჭრდილიდან, ირწმუნოთ საკუთარი თავის და თამამად მიიღოთ ის კომპლიმენტები და აღიარება, რომელსაც გარშემომყოფების მხრიდან დაიმსახურებთ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივნისში საქმიანი სფერო.
თასების სამიანი, ამ პერიოდში იქნებით მოტივირებულები და გექნებათ სამუშაო განწყობა. შეძლებთ მობილიზდეთ, გამოავლინოთ განსაკუთრებული ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. თქვენი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება შემჩნეველი არ დარჩება გარშემომყოფებისთვისაც, რაც მათი მხრიდან შესაძლებელია გამოიხატოს თქვენი აღიარებით, კომპლიმენტებით, შესაძლებელია მადლიერებითაც და იგრძნობთ პატივისცემას მათი მხრიდან. საქმიან კონტექსტში ეს ბარათი მიუთითებს, რომ ივნისის განმავლობაში თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება გუნდური მუშაობა, კოლეგიალური გარემო და საერთო წარმატების ერთობლივად აღნიშვნა. ამ პერიოდში საქმეები წავა გაცილებით მსუბუქად და გაცილებით ჰარმონიულად. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ორიანი, სამსახურებრივ დონეზე შესაძლებელია აღმოჩნდეთ გარკვეულ არჩევანის, ორაზროვანი სიტუაციის ან დილემის წინაშე, სადაც გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაგიჭირდებათ. ასევე შესაძლებელია ადგილი კონდეს აზრთა სხვადასხვაობას კოლეგებთან და ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება გამოავლინოთ დიპლომატია, ტაქტის და შინაგანი ბალანსის შენარჩუნების საუკეთესო უნარები. ეს ბარათი გირჩევთ არ იჩქაროთ ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე არ გექნებათ სრული ინფორმაცია, შეინარჩუნეთ ნეიტრალური პოზიცია, შვიდად აწონდაწონეთ ყველა პლუსი და მინუსი და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ ივნისის განმავლობაში. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების ოთხიანი, თქვენთვის ეს არის ძალიან იმედის მომცემი ენერგია. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი ძიების პროცესი შესაძლებელია წარმატებით და სტაბილური შედეგით დასრულდეს. დიდი ალბათობა, რომ ივნისში მიიღოთ ისეთი შემოთავაზება, რომელიც მოგიტანთ ხანგრძლივ უსაფრთხოებას, კარგ პირობებს, მყარ ნიადაგს მომავლისთვის. შესაძლებელია ეს სამსახური დაკავშირებული იყოს ძალიან კეთილგანწყობილ შეკრულ კოლექტივთან, სადაც თქვენს გამოჩენას სიხარულით შეხვდებიან. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების ხუთიანი, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სისტემატურობა, მიყვეთ უკვე არსებულ გეგმას და იზრუნოთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. ბიზნესში შესაძლებელია იგრძნოთ გარკვეული დროებითი სტაგნაცია, რესურსების სიმცირე ან კლიენტთა ნაკადის ნაკლებობა, რაც თქვენ შინაგან შიშებსა და უიმედობას გამოიწვევს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს არის დროებითი გარემოება, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ნუ ჩაიკეტებით ამ პრობლემებში, მოიძიეთ გარე მხარდაჭერა, გადახედეთ თქვენს მიდგომებს და ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა. გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ასეთი კრიზისული მომენტები გვეხმარება ბიზნესის, საკუთარი საქმიანობის, სუსტი წერტილების დანახვაში და საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ უფრო ეფექტური გზები, ანუ განვითარდეთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში, ხმლების პაჟი, ფინანსურ სფეროში ეს ბარათი თქვენგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლეს, ყურადღებას და ანალიტიკურ მიდგომას. შესაძლებელია მიიღოთ რაიმე ახალი ინფორმაცია, რომელიც თქვენ შემოსავლებს ან ხარჯებს ეხება. თავი შეიკავეთ იმპულსური, ემოციური შენაძენებისგან და ყოველი თეთრი გულდასმით გააკონტროლეთ. ასევე ფრთხილად იყავით ფინანსურ დოკუმენტებთან, წვრილმან დეტალებთან და ხელშეკრულებებთან, ინფორმაციის გადამოწმება ამ თვეში დაგიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯების და მატერიალური შეცდომებისგან. ნახოთ, რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების ტუზი, სამყაროს მთავარი რჩევა და გზავნილი თქვენთვის არის, რომ იმოქმედოთ თამამად, ენერგიულად
და არ გაუშვათ ხელიდან ის შანსები, რომლებიც ივნისის განმავლობაში გამოჩნდება და მოგეცემათ. ეს არის უზარმაზარი პოტენციალის, შთაგონებისა და ახალი წამოწყებების ბარათი. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის საკუთარ ხელში აღების, ენდეთ თქვენს შინაგან იმპულსებს, ენთუზიაზმს და გადადგით პირველი გაბედული ნაბიჯი თქვენი მიზნებისკენ. სამყარო გინთებთ მწვანე შუქს, ახლა არის დრო, რომ ირწმუნოთ საკუთარი ძალების და დაიწყოთ იმ იდეების რეალიზება, რომლებიც დიდი ხანია თქვენს გონებაში მწიფდებოდა. ასეთი იყო 2026 წლის ივნისის ტაროსკოპი ტყუპებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გასოდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.